სადაც მუშაობს ტექნიკა, ეს არის უბედურების სიგნალი. საღდრისის საფეთქების შემდეგ რუსი ბიზნესმენების ოქროს მომპოვებელი კომპანია ახალ ტერიტორიებზე გამოჩნდა. ოქროს მომპოვებელი მანქანა ვიპოვეთ. მიადგნენ დარბაზის მთებს, მძიმე ტექნიკა უკვე შეიყვანეს და ბურღვაც დაიწყო. უკვე გატანა დაიწყა ეს? ყუთებში ლაგდი. 10-იც ამოდის, 5-იც, მეტიც. ხალხმა ბოლნისში, ვინც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს, შემთხვევით გაიგო, რომ ტყის შეხვა და ტერიტორიების ცხრა დაიწყო. ყველგან რაღაცა არსებობს. შეიძლება ერთ ლოკაციაზე იყოს ოქრო, მეორეზე ვერცხლი, მესამეზე სპილენძი. რუსი ბიზნესმენების კომპანია საქართველოში მოიპოვებს ოქროს და ჩინეთში ყიდის. რა რჩება ქართულ ხალხს ქართული საბადოებიდან? ჯერ საყდრისი და დიდი ვნებათა ხელვა, ახლა უკვე დარბაზის ტერიტორიები. ივანიშვილი სიზახვა იეხნევლას ხალხი კითხულობს, თუ ივანიშვილი არ დგას ოქროს მოპოვების უკან, რა ინტერესი აქვს ამდენი დარტყმა საკუთარ თავზე მიიღოს? ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც მართავს ყველაფერს და ყველას. ეს საკითხიც სავარაუდოდ ივანიშვილმა თვითონ და გადაწყვიტეს. შაბათის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მძიმე გზა გაიარეს, რომ მოვლენების შუაგულამდე მისულიყვნენ. ეხლა რა უნდა ვქნათ? ალბათ უნდა გავრისხოთ. დღეს 8 საათზე ნახეთ, როდის გაიცა ლიცენზიები დარაბედიელის 6 სოფლის მოსახლეობას. Собака пойдет, будет вода гушать, умирает, все корова, все умирает. И попить вода тоже много там, и вода тоже не будет.